მოგესალმებით ვირტუალურ რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს ბიზნეს ფეისია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსოჯანიშვილი ვარ. დღეს უნდა ვისაუბროთ ტურიზმზე და სასტუმრო ბიზნესზე. როგორ იცვლება ინდუსტრია და რას ითხოვს დღეს ბაზარი. სანამ ამ თემაზე გადავალთ, მინდა რომ რაღაც პატარა სტატისტიკა გაგიზიაროთ და თუ ამ ოფიციალურ სტატისტიკას შევხედავთ, საქართველოს ტურიზმი ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხო? აი ჩვენ ახლა ალბათ თქვენ ხედავთ ახლა ეკრანებზე, რომ 2004 წელს ქვეყანა მიიღო დაახლოებით 7.4 მილიონი საერთაშორისო ვიზიტი, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 25 წელს კი ტურიზმი კვლავ იზრდება. საერთაშორისო ვიზიტები 5.9%-ით არის გაზრდილი, ტურისტული ვიზიტები 8.4%-ით არის გაზრდილი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6%-დან. ქვეყანამ უკვე თითქმის 7.8 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა და აი 2026 წელსაც თუ დავაკვირდებით, რეალურად აქაც ხედავთ მოკლედ ამ ტრენდს, აღმავალ ტრენდს, თუმცა შემოსავლების ზრდის ტემპში უკვე მნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, შენელებულები ვართ რა და ეს ნიშნავს ერთ რამეს. ტურიზმის მთავარი გამოწვევა უკვე აღარ არის რამდენი ტურისტი შემოვა ქვეყანაში, არამედ რამდენად მხარჯველ უნარიანი ტურისტები შემოვა ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ მოკლედ ახლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. დღეს მოკლედ ჩვენი სტუმარი არის და პრინციპში მთავარი ხო დამოვიწყდა რომ აღვნიშნო რომ დღეს ხუთშაბათია და ჩვენი პოდკასტის ასე ვთქვათ წარმდგენი არის DPT Consulting-ი და ჩემთან ერთად დღეს პოდკასტს ასე ვთქვათ მოდერაციას გაუწევს ჯონი ჩონიაძე DPT Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი. მოგესალმები ჯონი. სალამი სერგო. ჯონი მოკლედ თანადამფუძნებელი. პრინციპში ჩვენი აუდიტორია უკვე იცნობს რამოდენიმე დამფუძნებელი. მაგრამ მომეწონა მთავარი რო არ გადაცე. კი, აბა. მოკლედ, ჯონი, ძალიან საინტერესო თემაა, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს პოდკასტში და მინდა რომ დავიწყოთ და წარვადგინოთ ჩვენი სტუმარი. დავიწყოთ და წარვადგინოთ. და კომპანია, რომელსაც წარმოადგენს ჩვენი სტუმარი. აუცილებლად ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს და შენ გემახსოვრება რამდენიმე წლის წინ რუსთაველზე რაღაც შენობა რო შენდებოდა და ყველა რო ველოდით. რაღაც გრანდიოზული სასტუმრო რო უნდა ყოფილიყო. აი მაგ სასტუმრო ბილტმონის ყველა მხრიდან რო ჩანს, ყველა მხრიდან რო ჩანს და ცას რო ირეკლავს და თან რაღაც კამუფლირებული რო არის. სასტუმრო ბილტმონი თბილისის მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ქალბატონი ანა ვაჩაძე. მოგესალმებით ანა. გამარჯობა ანა. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა თქვენი მოწვევისთვის. კეთილი იყოს თქვენი ფეხი. მე ესე გამომივიდა რომ მისალმების გარეშე დავიწყებ მე მგონი და მეგობრებო, მაყურებლებო, მსმენელებო, მოგესალმებით ყველას და თან როგორც აღმოჩნდა და გავიგე ძალიან ბევრი გვიყურებს და გვისმენს. როგორც აღმოჩნდა კი? ხო, რასაც ველოდით კიდეც. რა თქმა უნდა. და აქედან მოგესალმებით ყველას. მოკლედ რომ გადავიდეთ სასტუმრო ბიზნესზე და თქვენი გამოცდილება, შეხედულებები გაგვაცნოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ის სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სერგო, რაც გაგვიზიარე. რა არის ანა წარმატებული ბიზნესის, ისეთი წარმატებული სასტუმრო ბიზნესი, როგორც თქვენია, წინაპირობა და აი რა გამოწვევები ახლავს ამ ყველაფერს? გლობალური შეკითხვაა, მაგრამ მოდი დავიწყოთ წარმატების წინაპირობა რა გახდა თქვენთვის. წარმატება რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება. ჯერ კიდევ ჩანაფიქრის დონეზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი შენობა. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ იმელის უნიკალურ შენობაში ვართ განთავსებული და როდესაც მფლობელებმა არჩიეს ეს შენობა და ამხელა ინვესტიცია და რესურსი ჩაიდო, ეს უკვე საწინდარი იყო, ესე ვთქვათ, წარმატების. შემდგომ რა თქმა უნდა, ის სტანდარტები, რაც დაინერგა და პლუს გახსნის დღე თუ გახსოვთ რა ხდებოდა თბილისში ეს ლაზერ შოუ. მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს ვამაყობთ, აი ხო, მე მახსოვს იმის რა ქვია რესტორნიდან ფოტოებს რო დევდნენ და ცოტა ხანი მშურდა სანამ ეს მოხდებოდი მაგ სივრცეში. 10 წლის წინ იყო სხვა შორის ზუსტად წელს 10 წლის ვხდებით, დიახ და ესეთი გახსნა მასშტაბური, ძალიან ცოტა თუ მახსენდება ჩვენს ქალაქში. ანუ მის თქმამ სურს, რომ ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება ჩვენი წარმატება, მაგრამ მე აუცილებლად გამოვყოფდი ჩვენს გუნდს. რომ არა ჩვენი გუნდი და ის მუდმივი ხარისხი, რასაც ჩვენი გუნდის წევრები ქმნიან, ეს წარმატება ვერ იქნებოდა ვერც ის უნიკალური შენობა და ვერც ის რესურსი, რაც ჩაიდო. ეს არის ჩვენი გუნდის ალსახად.
ხო, აი რადგან გუნდში ხე მოდი შემდეგი შეკითხვა მაგით გავაგრძელოთ. მეც და სერგოსაც რაღაც მეც უკვე გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა ბიზნესში, თუმცა მანამდეც, როდესაც შეხება მქონია რაღაც მენეჯერულ პოზიციებთან, საკმაოდ რთული არის კვალიფიციური კადრების მოძიება. ისეთის, რომელსაც რაღაც უნარიც გააჩნია და ცოდნაც გააჩნია. თქვენ მიმართულებაში ეს საკითხი როგორ არის? რა რეალობა გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულების თანამშრომელი სპეციალისტი თუ პროფესიონალი გჭირდებათ, ხო? ეს შეიძლება იყოს დაწყებული ტექნიკური საჭიროებებით, ტექნიკური თანამშრომლებით, რომელსაც რაღაც სპეციალური ცოდნა აქვთ ან სისტემების მართვაში, ან სხვა მიმართულებაში და ჩვეულებრივ მომსახურე პერსონალით. რა რეალობა არის დღეს ამ მიმართულებით და გაქვთ თუ არა აქ რამე გამოწვევები? კი ბატონო, რა თქმა უნდა, გამოწვევები გვაქვს ძალიან ბევრი, ზოგადად გადინებაც დიდია, როგორც იცით, აი მუშახელის საქართველოდან, მაგრამ იცით, აი მაგალითად ბრენდს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა. იმდენად გაწერილია ყველა სტანდარტი, რომ ესე ვთქვათ, დატრენინგებაც შედარებით იოლია, იმიტომ რომ დეტალურად იცის იმ თანამშრომელმა ზუსტად რა აქვს გასაკეთებელი, ეს არ არის ქაოტური. და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არის დიდი ინვესტიცია იდება და მუდმივი ტრენინგები და გადამზადებები არის ჩვენი თანამშრომლების და მათი კარგად ყოფნა პირდაპირ აისახება სერვისზე. კი, ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს მუდმივად ფორმაში იყო ასე ვთქვა და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ, რომ სტანდარტები, გაწერილი სტანდარტები. ეს არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ნებისმიერი ბიზნეს ოპერირებისთვის რა და მით უმეტეს თქვენაირი ისეთ რა ქვია ძალიან მრავალფეროვანი პროფესიების თავმოყრის ადგილია. მე ესე მგონია თუ არ ვწდები ამ საკითხში. კიდევ რა სირთულეები არის, აი უშუალოდ ოპერირებას გულისხმობ, რა პროცესში რამე სირთულეები არის თუ არა, რაც არ ვიცი, აი გასათვალისწინებელია, ყურადღებაა გასამახვილებელი. იცით, ხო, რო გითხრათ, რომ გადაუჭრელი პრობლემები ხო, არა, უფრო გლობალურ პრობლემებს ვებრძვით. იმიტომ რომ იცით, რომ რეგიონში ხა საკმაოდ რთული ვითარებაა, ესეთი ტურბულენტურ გარემოში ტურიზმი იცით, რომ ყველაფერზე რეაგირებს, თან ჩვენი ეს პირდაპირ target სამიზნე აუდიტორია და ის სტუმრები, ვინც ჩვენთან ჩამოდიან პრაქტიკულად ერთ-ერთი წინ ყველგან ფრენების გაუქმებული იყო და ძალიან რთული ვითარება იყო. ეხლა ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და ნუ გვიწევს ამ ყველაფრის ლავირება და ახალი ბაზრის მოფიქრება, ჩანაცვლება და ეს არის თავარი. ეს სფერო არის, ანუ ძალიან რეაგირებს რაღაც ცვლილებებზე. ერთ-ერთი გადაცემა არა წინა რამდენიმე გადაცემის წინ იყო, ჩვენ ყავდა უსაფრთხოების ექსპერტი. სტუმრად, რომელიც ზუსტად იმაზე საუბრობდა, რომ ეს კონფლიქტური სიტუაციების დროს ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ სტრატეგიები მოქმედებისა და წინასწარ შეიძლება ვერ განჭრიტონ, მაგრამ მოქმედების გეგმა უნდა ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში თქვენ როგორ ხართ, ანუ ასეთ ფაქტორებს ითვალისწინებს სტრატეგიები გააქვთ, ცვლით მიმართულებებს თუ ამაზეც როგორ საუბრობთ? ჩვენთვის ესეთი ერთ-ერთი მთავარი გამოცდილება იყო პანდემია. პანდემიის დროს ბევრი რაღაც შევისწავლეთ, ესე ვთქვათ, და რაღაც გამოცდილება დავაგროვეთ და ეხლაც მუდმივად გვჭირდება ხოლმე, აი ფრენების გაუფრთხმება პირობითად არის ჩვენთვის ყველაზე დიდი დარტყმა. ხო, აი გვახსოვს მე მგონი ხა ეს ირანში მიმდინარე კონფლიქტი რო იყო, იქ რაღაც პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდა ფრენები. შენ როგორ აისახა ეს კონკრეტულად ამ შემთხვევაში ბილტმორზე? რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახა, გაგვიუქმდა ძალიან დიდი ჯავშნები. მომენტალურად მოგვიწია გადასვლა რაღაც კრიზის მენეჯმენტზე, დავზოგეთ პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ხარჯები. ეს, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ იგულისხმება რაღაც ხარისხის დაგდებას, არამედ სხვა უამრავი საკითხი და მაქსიმალურად გადმოვერთეთ ლოკალურზე. თუ არ არის საიდუმლო, ესეთი კომერციული საიდუმლოება, ანუ რა მიმართულებებიდან გაუქმდა ძირითადად, ანუ საიდან მოდიოდნენ ეს სტუმრები? რა თქმა უნდა, Middle East-ი, ჩვენი პირდაპირ target-ი არის Middle East-ი, კი ბატონო, CIS ქვეყნებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონი
და ეს გალფის აჰა. ეხლა იცი რამ დამაინტერესა. იქიდან ვერ წამოვიდნენ, მაგრამ მანამდე ხო იყვნენ აქ ჩამოსულები, დაბრუნების პრობლემა ამათაც შეექმნებოდათ, ხო? დიახ, რა თქმა უნდა, იყო ეს მომენტიც, რომ გადააგრძელეს ძალიან ბევრმა, მაგრამ როგორც წესი, რაღაცა გამოსავალს მაინც პოულობენ ხოლმე. ესე ყოველ შემთხვევაში პანდემიის დროს როგორც მოხდა, რომ ერთი თვე და ორი თვე სტუმარი დარჩა და ცხოვრობდა, საინტერესო იქნება პანდემიის გამოცდილება. მე უფრო სხვა კუთხიდან უყურებდი პანდემიის გამოცდილებას, რომ სასტუმროებს სახელმწიფომ დაავალა, რომ მიეღოთ იზოლაციაში ვინც გადადიოდნენ ისინი. თქვენთანაც იყო ეგ? არა, COVID სასტუმრო ჩვენ არ ვიყავით. ეს მე მგონი ნებაყოფლობითი იყო თვითონ სასტუმროების მხრიდანაც. იმაზე არ მიფიქრია, რომ აქ ვიღას დარჩა იმ პერიოდში და მოუწია. იცით რა არის, ეს არის ყო თქვათ ესეთი ჩვენი არჩევანი, რომ არ გვინდოდა რომ ყოფილიყავით COVID სასტუმრო, უბრალოდ ჩვენთან იყო ორი საელჩო განთავსებული და ამ პირობებში საელჩოს პარალელურად ჩვენ ვერ ვიქნებოდით ფიზიკურად COVID სასტუმრო. ანუ შეიძლება ერთ კითხვას დავსვავ რა, ანუ რამოდენიმე ჩვენს წინა სტუმარსაც დაუსვი ეს კითხვა, ხო? ეხლა აი ზუსტად ამ ახლო აღმოსავლეთის ამბავს შევეხები ისევ ერთხელაც და თქვენთან მithumetes წარმოუადგენთ ზუსტად აი ამ ლაქშერი, თქვათ ჰოსპიტალიტის ერთ-ერთი ესეთი წარმომადგენელი ხართ, ხო? თვალსაჩინო თან ყველა მხრიდან რო ჩახართ ესეთი. ეიფელის კოშკი. და აი ხო იყო რაღაც ტრენდი, რომ ინვესტიციები მეკონდათ, ну სად ვიყიდო უძრავი ქონება მეკონდათ დუბაიში, ხო? რაღაც ეს ტრენდი ცოტა არ იყოს, რაღაც ბზარი გაუჩნდა ამ ტრენდს, ხო? ну აი ამ ასე ვთქვათ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. და გარკვეულწილად აი ეს ვექტორი თითქოს და გადმოხრილი არის საქართველოსკენ და აი მაინტერესებს რამდენად მზად არის ამ შემთხვევაში საქართველო რომ აი ესეთი მაღალმსყიდულუნარიანი ასე ვთქვათ სტუმრების მისაღებად იმ კუთხით რომ ადამიანი როცა ყიდულობდა უძრავ ქონებას ასე ვთქვათ დუბაიში ხო რაღაცა მოთხოვნა ჰქონდა ხო რაღაც პრეტენზია ჰქონდა იმ ეკოსისტემაზე სადყიდულობდა აი რამდენად მზად ვართ ჩვენ როგორც ქვეყანა რომ აი ესეთ მაღალმსყიდულუნარიან პრეტენზიულ ხო მომხმარებელს ამ შემთხვევაში შევთავაზოთ აი ის ინფრასტრუქტურა აი გუშინ იქ რო ყიდულობდა დღეს რო საქართველოში უნდა რომ დავხდეს რამდენად მზად ვართ თქვენ როგორც ამ შემთხვევაში ლაქშერის მიმართულების წარმომადგენელი საქართველოში ისიც რა ძალიან გულწრფელი რო ვიყო რა თქმა უნდა არ ვართ ანუ თლიანობაში არ ვართ, იმიტომ რომ ეს არ გულისხმობს მხოლოდ სასტუმროს. სასტუმროს გარეთაც უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, უნდა იყოს შესაბამისი მაღაზიები და ნუ ამრავი კომპონენტი, რაც ქმნის destinations, როგორც ესე ვთქვათ, luxury-ს, ხო? მაგრამ არის იმდენად დადებითი დინამიკა და იმდენად სწრაფად განვითარდით, ახლა პრაქტიკულად ჯერ 20 წელსაც კი არ არის, ხო, ეს სფერო. ამიტომ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ რაღაც ეტაპზე გვაქვს აუცილებლად გვაქვს ამის პოტენციალი რომ გავხდეთ. ისე რამეს კარდა ხობს ამ შემთხვევაში ეს ვიზიტორი, ეგეც საინტერესოა ხო? აი ნუ თქვენთან გაჩერებული ვიზიტორი, ბუნებრივია, რაღაც ძალიან კმაყოფილი მიდის. მაგრამ სულ სასტუმროში ხوارზის ხო გადის გარეთ და ნუ ვიყენებს იმ ყველა ასე ვთქვათ შესაძლებლობებს, რაც შეიძლება რომ გამოიყენოს, ხო? და აფიქსირებენ ამ ისეთ საინტერესო ასე ვთქვათ პრეტენზიას ან აი გას გამოსწორებით. პირველი თავარი მაღაზიებია, კი ბატონო. მაღაზიები, ანუ მაღაზიები, შოპინგ მოლები მოლოდინი აქვთ, რომ რაღაცა რაც ვთქვათ დუბაიშია, აბუ-დაბიშია და ნუ არ არის დღეს ეს. თუმცა ანუ ვერ ვიტყოდი რომ ეს ახლა ჩვენი მინუსია, ანუ პატარა ქალაქშიც კი საკმაოდ ბევრი საინტერესო შოპინგ მოლი გვაქვს და მithumetes თქვენი ლოკაციიდან გამომდინარე მთელი ასე ვთქვათ რაც კი სავაჭრო პუნქტებია ყველაფერი მაგრამ ეს კომის გამოცდილებაზეა რა დამოკიდებ რა აქვს ნანახი და რა სელოდება აქ რომ დახვდება უფრო ეგ არის რა თუმცა აღნიშნავ რომ მანდაც ვითარდება უფრო და უფრო მეტი მაღაზიები იხსნება და რაღაცა პრინციპში ჩვენ ადგილობრივი დამკვირვებლები რო ვართ მე მგონი ჩვენ თვალში ეს დინამიკა შეიძლება ნელი იყოს რომ აი რაღაცა გვინდა რომ სწრაფად მოხდეს რა სხვაგან რო გინახავს გინდა რომ შენ ქვეყანაში ეგეთი იყოს მაგრამ თუმცა მე ბევრ ევროპულ ქვეყანას და ქალაქს შევაჯიბრები ამ შემთხვევაში თბილისს ხო? რა თქმა უნდა, ნუ ევროპელი სტუმარი, მას სხვა მოთხოვნები აქვს. მას სწორედ ეს ჰაიკინგიც, ჩვენი კულტურა, რაც რითიც ვამაყობთ, ეს რა თქმა უნდა. კულტურულადაც განსხვავდება სტუმარი, ხო? ევროპელ სტუმარს სხვა მოლოდინი ექნება და მოთხოვნები, ამერიკელს სხვა და ნუ აზიის ქვეყნებიდან სხვა ისე დამოკიდებულება. სხვადასხვა ფასეულობები და სურვილები აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია აი მომხმარებლის ქცევაზე რო ვისაუბროთ რა COVID პანდემია ძალიან მოახდენდა ჩემი აზრით გავლენას მომხმარებლის ქცევაზე. თუ ავშტები check-in, check-out-ის დროც მაშინ შეიცვალა რაღაც მნიშვნელოვნად რა. COVID პანდემიის დასრულების შემდეგ ეს ქცევა შეიცვალა თუ იქიდან გამოყოლილი რაღაც ისინი კიდევ აქვთ რა კვალი დატოვა COVID-მა მომხმარებელზე. ისიც რა არის, ანუ იდეაში გლობალურად
რა თქმა უნდა შეიცვალა. ყველაზე უმთავრესი ცვლილება რაც არის, ეს არის რომ გახდა უფრო სპონტანური. მოგზაური. ანუ ეხა 3-4 წლის ადრე ვეღარ გეკმავს, იმიტომ რომ ხო და აი მაგას ვამბობდი ზუსტად რომ ეს არის მასშტაბურ იმაში აი რაღაც დასავლეთის ქვეყნების სტუმრები ესე იქცეოდნენ, მაგრამ ჩვენი სტუმრები ისედაც ყოველთვის სპონტანურები იყვნენ. ამიტომ ეგ ცვლილება ჩვენზე არ აისახა. ის ეხა ცვლილებებს შორის ყველაზე მთავარი რაც მოხდა, ეს არის რაღაცა თქვათ სისუფთავეზე და რაღაც აი პანდემიის დროს რაზეც გამძაფრდა, ხო? ჰიგიენურ ნორმებზე. აი ეს მე ვფიქრობ, რომ დარჩა. იმაში მოხდა რაღაც დიდი ცვლილება და დღესაც სტუმრები ითხოვენ აი ამ მაღალ სტანდარტებს და არა მხოლოდ ჰიგიენური კუთხით, არამედ აი ჩვენ მოგლეთ ძალიან გაგვიმართლა, რომ ყველა საკონფერენციო სადღაც 10-მდე საკონფერენციო დარბაზი გვაქვს და ყველას აქვს დიდი ფანჯარა და არა მხოლოდ ვენტილაცია, არამედ მზის შუქი და ფანჯარა. ამასაც მნიშვნელობა აქვს. და ნუ რა თქმა უნდა კიდე სხვა უსაფრთხოების უამრავ ხო, მან უსაფრთხოებას ესეთი შეკითხვა დამებადა იდეაში მომხარებელი რომ მოდის არა მხოლოდ თქვენთან და განსაკუთრებით სასტუმროში რაღაც იმასთან ერთად რომ თქვენ მომსახურება უნდა გაუწიოთ მისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაც რა უსაფრთხოებას თავაზობს ის კონკრეტული ობიექტი რომელსაც იგი ირჩევს დასარჩენად ხო ეს შეიძლება იყოს რაღაც ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოება ავიღო და ძალიან მნიშვნელოვანი კონფიდენციალურობა კი ბატონო ჩემი ვიზიტი თქვენთან რამდენად კონფიდენციალური იქნება თუ კი ამას ავირჩევ რა თქმა უნდა რა გადავედით ტიბითი გადავედით ჩვენ თემებში კი ბატონო არა იმიტომ ჩვენ რო საუბრობდით ძალიან საინტერესო მაგალითი მომიყევით ლიფტზე ხო მოუყვებით ძალიან საინტერესო იყო და იცით რა არის ანუ ეხლა რა ცვლილებებიც ანუ რა თქმა უნდა საბაზისო ის არის მოთხოვნა უსაფრთხოება ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოებაზე ამ შემთხვევაში საუბარი მაგრამ ხანდახან რაღაცა დრო კიდე რაღაც ახალს გვთავაზობს და ჯერ გვჭირდება ეტაპების გავლა რომ გავიაზროთ ერთ დროს გვაქვს საქმე და აი ეს PDP-ის თემა ხო აი პერსონალური იმის თემა მე მახსენებს ერთ кейს რომ დაახლოებით 90-იან წლებში ნუ ალბათ ეს სეგმენტი მანამდეც არსებობდა ბიზნეს ქალების ბიზნეს ვუმენებს საქმიან ქალებს რასაც ვეძახით მაგრამ შესწავლა მათი დაიწყო 90-იან წლებში და ნუ მარკეტინგიც რატო სწავლობს რა რომ გაიგო ზუსტად რა უნდა და მე სერვისი მოარგოს და უფრო მიმზიდველი გახადოს მისი სასტუმრო არ დავასახელებ რომელმა სასტუმრომ ჩაატარა ეს კოლევა და წლების მანძილზე რო აკვირდებოდა ნუ თავაზობდნენ ხან დიდ სარკეს ხან თავაზობდნენ რაღაცა სახლში უფასო დარეკვას და რაღაცებს ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო ხო სტერეოტიპული მიდგომები მაგრამ ნუ შესწავლა მაინც ყოველ რიგში ძალიან კარგია და დაკვირვება მაჩვენა რომ ეს ქალები პირველ რიგში ითხოვდნენ ნომერს ლიფტთან ახლოს ეს ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენს ბიზნესში პირიქით რეკავენ და აბობენ რომ ლიფტთან ახლოს არ მინდა ნომერი, იმიტომ რომ ხმაურია. ასევე არ უნდა ეს კონექტით რომ რატო, იმიტომ რომ ქალი რომელიც მარტო მოგზაურობს, უფრო მეტად ეშინია და ეს უსაფრთხოების ზომები მასთან კიდევ უფრო გამძაფრებულია. ამიტომ, როდესაც იმ კომპანიამ გაიგო ამ მარტო მოგზაური ქალების საბაზისო სურვილები, მთელი თავისი კომუნიკაცია შემდგომი მოარგო უკვე აი ამ მოცემულობას და მოიგო მარკეტინგული ომი. ეხლა ცოტა გადაჭარბებული იყო ომის მოგება, მაგრამ ეხლა იგივე შემიძლია ვთქვა PDP-ზეც, რომ კი ბატონო, თავიდან შემოვიდა, დავიწყოთ შესწავლა, რომ ნუ საერთოდ რა ხდება. მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით და მივხვდებით, რომ ეს არის ასევე საბაზისო რაღაცა შიში, მომღალინა თქვამია, მაგრამ ყველას გვაქვს რაღაცნაირი დაუცველობის, რაღაც კიბერუსაფრთხოების შემთხვევაშიც და ჩვენი პერსონალური, თუ მივხვდებით, რომ დღეს აი განსაკუთრებით თუნდაც ჯენზის თაობა იმდენად არის გაციფრულებული თუ როგორ თქვა, ხო, დიჯი. თუ ჩვენ მათ დავარწმუნებთ, რომ ჩვენ ამაზე ვზრუნავთ და ჩვენ შევთავაზებთ მათ რაღაც გამჭირვალე ვიქნებით აი ამ პროცესებში რაშიც გვეხმარება ჯონის კომპანია თქვენი გუნდი და სხვა შორის ძალიან საინტერესო კიდევ ვიცით რა არის რომ ამ ბრენდის სტანდარტებს რომ რაღაც საბაზისო PDP-ის კუთხითაც იყო გათვალისწინებული კი იყო მაგრამ რა თქმა უნდა უკვე ამის დახვეწაში და თუნდაც იმ გამჭირვალობაში რასაც როგორ უნდა მოხდეს მე კომუნიკაცია სტუმართან რომ ჩვენ აი ესე ყველაფერი გვაქვს
გამართული, ამაში უკვე გვეხმარება. იცით რა არის, აი მე მგონი უფრო იყო კულტურის ამბავი. და ადამიანის დონეზე მოთხოვნილების ამბავი მისი ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩენილი იყო. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში, ხომ? ეს რას გულისხმობს, რომ სასტუმროში რო ვიღაც იყო დაბინავებული, შენ რომ დარეკო, ჩემს შესახებ ინფორმაცია არ უნდა მოგაწოდო და ესეთი თუ მოხდება, მე ჩემში ეს ამან აღშფოთება უნდა გამოიწვიოს. შეიძლება მე დამოუკიდებლად ჩემთვის ისედაც მომეცა ინფორმაცია, მაგრამ ხო, იდეაში ამას შეიძლება ვაკეთებთ, მაგას გულისხმობ, რომ ესეთ დონეზე ჩვენ რა თქმა უნდა ეს ყოფილი დაცული გქონდა. იცით რა, ამ მიმართულებით თუ ნაფიქრი არ გაქვს, ან გაკეთებული არ გაქვს, ესე რომ ვთქვა, თუ სულ ერთი არის ამ მიმართულებით ჩვენ მომხმარებელს როგორ მოემსახურები, ვერანაირი რეგულაცია ვერ გაიძულებს რომ იმუშაო რა. ჯერ გაცნობიერება არის ამ საკითხის მნიშვნელოვანი, რომ შენი მომხმარებელი დაარწმუნო, რომ ჩემთან შენ უსაფრთხოდ ხარ. დიახ. როგორც ფიზიკურად, ასევე უფლებრივად და მე რა თქმა უნდა დახვეწავნენელა ყველაფერს გააკეთებ ისე რომ შესაბამისობაში მოიყვანო მოთხოვნებთან თუ კანონმდებლობასთან. აი დიახ, ზუსტად მაგას მომდა. მეც ახლა რაღაც ჩვენ მარკეტინგული კუთხით ვფიქრობ, რომ ის სასტუმროები თუ ის კომპანიები, რომლებიც დაარწმუნებენ თავის ამ კუთხით უსაფრთხოებაში, ვფიქრობ, რომ ისინიც მოიგებენ. ჯონი, იცი რა მაინტერესებს, ანუ ზოგადად ეხლა ნუ გასაგებია, რომ ბილდმორია, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მართლა მსხვილი, ასე ვთქვათ, წარმომადგენელია და მის მონაცემებს და მისი, ასე ვთქვათ, ბილდმორის მომხმარებლების და ვიზიტორების მონაცემებს იცავს DPT კონსალტინგი, ხო? ასე ვთქვათ. ხო, გასაგებია, რომ უკვე ძალიან კარგი დაცული ინფორმაცია აქვს, მაგრამ რაც შეეხება ეხლა უფრო ესეთ ბუტიკ ჰოტელებს, ხო, ანუ პატარა სასტუმროებს, რომელსაც ანუ საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ყავთ, ხო, რაღაც შეიძლება ეხლა 4-ვე ასე ვთქვათ სეზონზე არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ვიზიტორს ატარებენ და აი რამდენად არის მოთხოვნა მსგავსი სასტუმროებისგან რეალურად რომ რაღაც მოუწესრიგოთ ეს მონაცემთა დაცვის მიმართულება. იცი რა არის მოთხოვნა არ არის ვალდებულება არის კანონი პირდაპირ არის. ხო, ანუ რამდენად ადგენს ამ ვალდებულებას. ვერ გამოცდილება და პრაქტიკა რო გაგიზიარო, ძირითადად უფრო ისეთმა სასტუმროება იზრუნეს ამაზე, ვისაც ნაფიქრი ქონდა. მსხვილმა მოდი პირდაპირ ვთქვა, არ გამოურიცხავ, არ გამორიცხავ, კი რა ზუსტად ვიცი რომ არის მცირე ზომის სასტუმროებიც, რომლებმაც ეს გააკეთეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი იქნება, ვისაც ამაზე არ უფიქრია, იმიტომ რომ მისთვის პრიორიტეტი არ არის. მაგრამ აქვე გავაზიარება პრაქტიკას ჩვენ წარმოვადგენთ იმ სასტუმროს ინტერესებს, არ იყო მცირე ზომის სასტუმრო. სხვათა შორის საშუალო ზომის, კი არა, დიდი სასტუმრო იყო და მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმება ჩაატარა იქ ვიდეო კამერებთან დაკავშირებით. თანამშრომელმა დააფიქსირა პრეტენზია განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მაშინ, რომ შეუსაბამოდ მიმდინარეობდა ვიდეო მონიტორინგი და მნიშვნელოვანი რა იცით, იმ სასტუმროს ყავდა შესაბამისი მიმართულების სპეციალისტები დაქირავებული, ოღონდ კვალიფიკაცია არ იყო ისეთი, რომ ეს პრობლემა დასაწყისშივე მოგვარებულიყო. უბრალოდ თუ სწორად ვწდები, ამ საკითხის შესწავლის შემდგომ დაიქირავა და მე ჩავერთეთ ჩვენ მათი თხოვნით, რომ მოგვეგვარებინა ეს საკითხი და ამას რატო ვყვები? 1-5 ან 6 შემთხვევა შემიძლია გავიხსენო პრაქტიკიდან და პრაქტიკის შემდეგაც რაც გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ სასტუმროებს, კონკრეტულად სასტუმროებს თანამშრომლებმა ან მოქალაქეებმა ესე ჭყალებში რო ვთქვა, პრეტენზია განუცხადეს და ეს პრეტენზია დააფიქსირეს საზედამხედველო ორგანოში. ამიტომ არ არის რა ისეთი სფერო სასტუმრო, სადაც ვიტყვით, რომ ამ მიმართულებაზე არ უნდა იზრუნოს. პირიქით, ყველაზე მეტად უნდა იზრუნოს, იმიტომ რომ პრივატულობა ამ სივრცეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აღქმაც ეგეთია, ხო შენი რა, სასტუმროში რომ მიდიხარ, თვლი რომ პრივატულობა იქ ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული. ხო და არ ვიცი, ეს ერთ-ერთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, როდესაც სერვისს ვიღებ. და ასევე თქვენთვის. მაგრამ რა თქმა უნდა ის ცნობიერებაზე არის ბევრი რაღაც დამოკიდებული და მით უმეტეს როდესაც უცხოელ სტუმრებს იღებთ, იქ ამ მიმართულებით უკვე ბევრია გაკეთებული და ეს განცდა ბუნებრივად გააჩნიათ და პრეტენზიას უფრო მეტად განაცხადებენ რა. ხო, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და ნუ იცით რაღაც მაინც სიახლეა და ამის კი, სიახლეც არის, ცნობიერებაც შეიძლება არ იყოს ისეთი და იმიტომ რომ მეც ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ საწყის ეტაპზე, როდესაც დავიწყეთ თქვენთან ერთად ამაზე მუშაობა,
ну რა თქმა უნდა, მეგობრებთან მოვიკითხე, ზარი ახლობლებთან განვახორციელე და ყველა საერთოდ ვერ გაიგო რას ვეკითხები. თან მარკეტინგს როდესაც ეხება და მარკეტინგი ძალიან შეზღუდა, მაგრამ ხო, აი თქვენ მარკეტინგზე რო გველგვითხრათ. კი ბატონო, მარკეტინგში. სხვათა შორის ბარემ. ხო, აი ისეთ რა არის საკმაოდ გაგვირთულა საქმე. დაგვიმატა რაღაც ბატო, ესე როგორ შეიცვალა თქვენი, ანუ ზოგადად აი ტარგეტირებული იყო. ზოგადად მარკეტინგი რა, აი მას კომუნიკაცია როგორ შეიცვალა დღეს. უბრალოდ ხაზი რო გაუსვა მასობრივი კომუნიკაციისთვის ეს კანონი არ გამოგვადგება, იმიტომ რომ იქ რეგულაციას არ ადგენს რა. გააჩნია როგორი ის ქონდა. სტრატეგია შერჩეული ამისთვის. ფიზიკურ პირზე როდესაც გადიხარ, ანუ მიმართულია კონკრეტულ ინდივიდზე, მაშინ ერთვება ეს რეგულაცია. და ესეთი მიმართულებაც ჰქონდათ ინდივიდზე. რა თქმა უნდა, სეილები ამას აკეთებს, ახლა ჩვენ პირდაპირ მარკეტინგს. მაგრამ მაინც ეს სეილები ძირითადად უკავშირდებიან ალბათ უფრო კორპორატიულ მიმართულებაზე და არა მაგრამ მაინც ინდივიდები არიან სინამდვილეში. ხო, მაგრამ მე რამდენად ვიცი, თუ უკავშირდები კომპანია, ანუ ინდივიდს უკავშირდები ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ წარმოადგენს კომპანიას. მეცადინეს და ვიცი რომ მიუხედავად იმისა, მე ესე ვიცი თქვენგანაც, ხო, ანუ რო უკავშირდებით კომპანიას, ამ შემთხვევაში არ ვარღვევთ, ხო, კანონდებს. უკავშირდები რას ქვია? გაყიდვა მინდა რაღაც, ხო? რეკლამას ის მაქვს, რა ქვია, მარკეტინგს ვახორციელებ. არა, იურიდიული პირის მიმართ მარკეტინგზე კანონი არ გვადგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, იმიტომ რომ პერსონალური მონაცემი მხოლოდ ფიზიკურ პირს გააჩნია და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საჯარო გაქვს შენ მარკეტინგი, ანუ საჯარო წყაროებში, მაგალითად Facebook-ზე, სხვა პლატფორმებს იყენებ და საჯარო არის ეს იქაც არ ვრცელდება ეს რეგულაცია, იმიტომ რომ ფიზიკურ პირზე კი არის მიმართული, ოღონდ ინდივიდუალურად შენ არ გეგზავნება. ძალიან მნიშვნელოვანია. ამას განსაზღვრავს ზუკერბერგი. არა მხოლოდ მე გეტყვით ჩემ გამოცდილებას პრაქტიკაში რაც გქონდა, თუ ხარ დაკვირვებული რომ Facebook-ში როდესაც რამე კომპანიას მოძებნი, ავტომატურად მოგდის მისგან შეტყობინება. Messenger-ში. ეს უკვე პირდაპირ მარკეტინგი არის. ამ პირდაპირ მარკეტინგზე საზედამხედველო ორგანოს ქონდა შესწავლილი, ზუსტად ანალოგიური. სამშენებლო კომპანიას მიწერა მომხმარებელმა და რაღაც ლოგიკა რო აეწყო Messenger-ში გაუგზავნა ერთი შეტყობინება, მეორე შეტყობინება, გამცხადებელმა უთხრა შეწყვიტე მარკეტინგი აღარ გამომიგზავნდა, კიდევ მისდიოდა Messenger-ში შეტყობინებები, აი სტანდარტული ტექსტი, ხო? ბოტის ტექსტი. ხო, აი მაგის კონფიგურაცია შესაძლებელია. დარღვევა დაადგინა იქ საზედამხედველო ორგანომ და დააჯარიმა. შეგიძლია შენ რომ მიმართო. მოდი ამას ხო, ამასაც რომ შევხვდეთ ეს ცვლილება საიდან გახდა საჭირო ტელეფონებს რო გაუაზრებლად რომ მოდიოდა ეს SMS შეტყობინებები და არ მგონია ახლა ამას ძალიან დიდი შედეგი ჰქონოდა რა. როცა არ ხარ რაღაცი დაინტერესებული და გაწუხებენ, ბუნებრივი აღარ აქცევ ყურადღებას რა. თქვენი გამოცდილება როგორი იყო? მსგავსი ტიპის მარკეტინგი ქონდა თუ არა და გავლენა მოახდინა თუ არა ამან? გავლენა როგორც ვიხარით, სეილების შემთხვევაში მოახდინა, იმიტომ რომ აი უცნობ ადამიანთან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დომეინი ქონდეს კომპანიის, თავის სახელი და გვარი რომდესაც აქვს მეილში ან ნომრების ხელმისაწვდომია, არ გვაქვს უფლება, რომ პირდაპირ შევთავაზოთ. ჯერ უნდა მოვიპოვოთ მოკლედ თანხმობა და შემდგომ და თავიდან ცოტა კომიკურად მეჩვენებოდა, იმიტომ რომ გამოდიოდა, რომ ჟარგონზე რო თქვა დაგვეპატიეზდებინა და შევხოდრილი ყავით და გვეთხოვავდნენ. და ნუ მე ეტაპობრივად რაღაცა ეს დაალაგდა, იმიტომ რომ მაინც ის ჩვენი პარტნიორები ხვდებიან, მოდიან, გთხოვენ და რაღაცა მე მგონი ეგ იმის ბრალი იყო, რომ ალტერნატივაზე არასდროს ქონდა ნაფიქრი რა. რაღაცას რომ მივეჩვიეთ SMS-ი გავაგზავნო, მარტივი გვეჩვენებოდა ან მეილ და ხო და ვერ ვიაზრებდით ამას. ასევე პლუს გამირთულა იმ კუთხით, რომ ნებისმიერი ფოტო გამარტივებაზე უნდა ვისაუბროთ. კარგი, გამარტივება. კი არა, ფოტოზე ამბობთ რაღაცას. ხო, ფოტოების ატვირთვა თანხმობის გარეშე არ შეიძლება, კი ბატონო. განსაკუთრებით რთული იყო, როდესაც დიდ ღონისძიებაზე მოგვიწია ყველასთვის მოკლედ გამოგვერთვა. ინფორმაციის მიწოდება. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს თითქოს პატარა წვრილმანი არის. შეიძლება მე ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ არ მგონია მხოლოდ მე ვიყო რა, იმიტომ რომ მინიმუმ თავს გრძნობ დაფასებულად, როდესაც რაღაც უნდა გააკეთო შენ მიმართ. თქვა მინდა, რომ სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ გვეგონა, რომ სტუმრებს შევაწუხებდით ამ კითხვარით, მე პირადად მახსოვს მათი, რომ აი ყოჩახ.
ხო. შოხრამაგრები ხართ, რა კარგია და მე იზრდება დამოკიდებულება და რა სწორია ნდობა. ნდობა არის უმთავრესი დღეს ხო საქმიანობაში, ნებისმიერი ტიპის საქმიანობაში და ეს ფიდბექიც მახსოვს. ხო, ეხლა ფიზიკურ დონეზე რომ გადმოვიტანოთ, ჩვენი კომუნიკაცია რომ ან მე ან საჯაროდ დავდოთ ერთმანეთისთვის უკითხავად არ იქნება, ხო? რა თქმა უნდა. კარგს არაფერს იფიქრებ ჩემზე ყოველ შემთხვევაში და მე შენზე თუ ამას გააკეთებ. მაგრამ დარწმუნებული ვარ. ეს რეალური კრიზისი უფრო საშიშია თუ ესეთი ონლაინ რეპუტაციის შელახვა. აი დღევანდელ დღეს რა, დღევანდელ ეპოქაში რომ შეიძლება აი პატარა სოციალურ ქსელში ერთმა კომენტარმაც კი შელახოს რა. ჯერ საერთოდ ვერ წარმომიდგენია ადგილობრივი კრიზისი, რომელიც ონლაინ არ გადაინაცვლებს. ეგეთი кейსი არ გქონია. აუცილებლად პირდაპირ გეუბნება, რომ ეხლა მე დაგიწერ. ნუ აი ბილმორი როგორ უდგება ამ საკითხს? ხო, საკმაოდ რთულია. საკმაოდ რთულია, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ როგორ უნდა მოვიქცეთ, ესე ვთქვათ, აქაც ესეც სტანდარტიზირებულია, რომ პირველი და უმთავრესი ონლაინის შემთხვევაშიც კი არის სისწრაფე, 24 საათი აუცილებლად ნებისმიერი უარყოფითი კომენტარზე უნდა უპასუხოთ. აუცილებლად 24 საათი არის იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ნებისმიერ უარყოფითსაც და დადებით კომენტარსაც. აუცილებლად ეს ცალკე დიდ რესურსს მოითხოვს, რომ არ დაგიმალოთ, იმიტომ რომ ის შემოსული კომენტარი აუცილებლად დეპარტამენტს, ვისაც რომელ დეპარტამენტსაც ახსენებენ, იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გავდივართ და ხდება შესწავლა. და სხვა ეხლა როგორც იცით საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ამის პარალელურად საკმაოდ რთულია, მაგრამ აი ვადასტურებ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად ვაკეთებთ და ამ შესწავლის პროცესში რასაკვირველია, უმთავრესი არის ემპათიურობა. ანუ როგორც კი ჩადგები თავდაცვის რეჟიმში, რომ აი რაღაცა ახლა რა გინდა, რაღაც ცოტა უხეშად უპასუხებ, დამთავრებული ამბავი. ამიტომ შენ ხო პრინციპში არ პასუხობ მხოლოდ იმ ადამიანს. შემოდის სხვა კითხვა, უამრავი, რომელიც ამას სხვა მომსახურებას ითხოვს და სხვა ფიდბექს ითხოვს. ითხოვს, კი ბატონო, ითხოვს, მოლოდინი აქვს და რასაკვირველია, უნდა იყოს ემპათიური, უნდა აუხსნა თუ კი რაღაცა შენგან იყო გადაცდენა, თუ კი რაღაცა ხა, ნუ არის ზოგიერთი ცოტა აბსურდული კომენტარი, როდესაც ვთქვათ ლოკაცია შეიძლება ვინმე დაგიწუნოს, არის შანსი, რომ საქართველოში რუსთავის ლოკაციაზეც შემოსულა კომენტარები და მეტი ამაზე მაგარი ლოკაცია არ გვაქვს ხო? რაღაც არის ესეთიც, მაგრამ არ შეიძლება, ხო? იქაც აუცილებლად უნდა იყო, უნდა გაუგო მას სავარაუდოდ რაღაც სხვა მოლოდინი მქონდა და უნდა მე მგონი ქართულ ბიზნესს აქ ერთი პრობლემა, იმიტომ რომ ბევრჯერ შემხვედი ახლა მნიშვნელოვანი რა. ყველაზე არ ვიძახი რა თქმა უნდა, თუმცა ალბათ რო ვთქვათ ესეთი ტენდენცია შეიძლება იყოს, რომ საკუთარი შეცდომის აღიარება ხშირად უჭირთ ხოლმე და არ აკეთებენ და მეც პრაქტიკაში აუცილებელია. არასოდეს არ გვაქვს მაგის პრობლემა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა მართლა ჩვენი მხრიდან მოხდა გადაცდენა, ანუ სერვისი ცოცხალი ორგანიზმივით არის და ყველაფერი ხდება. და თქვენი ბიზნესი 24 საათი 24 საათი, კი ბატონო და აუცილებლად ბოდიშსაც მოვიხდით, აუცილებლად ვთხოვთ, რომ დაგვიკავშირდნენ და ერთად ვაგვარებთ ამ საკითხს. მეც ანუ როცა მაგ სტრატეგიით წასულა კომპანია, რომელსაც ვემსახურებოდით, ყოველთვის დადებითი შედეგით დასრულებულა და იშვიათად გამახსენდება იქ შეცდომა ეღიარებინოს კომპანიას და იმის მიღმა კიდევ გართულებული იყოს სხვანაირად საკითხი რა. მე მგონი ამ კომუნიკაციით ბევრი რაღაცის იმ ეტაპზე გაჩერება და გარკვევა შეიძლება მხარეებს შორის, ისე რომ არც ერთი არ დაზიანდეს. და რაც თორია გულწრფელობა. აი ეს არის ის რითაც უნდა იხელმძღვანელო და არის მომგებიანი. პროფესიული კითხვა მინდა დაგისვა, ანუ აი როგორც PR-ის და მარკეტინგის წარმომადგენელს, რომ აი დღევანდელ ეპოქაში TikTok-ის ვიდეოს უფრო დიდი გავლენა აქვს რეალურად სასტუმროზე თუ ტრადიციულ PR-ს. აი დღეს იცით როგორ არის? და ბილმორი რას იყენებს? ეგ მეც მაინტერესებს და მე გამოვიყენე. მნიშვნელოვანია. ნებისმიერი პლატფორმა იდეაში არის მნიშვნელოვანი. TikTok-იც არის მნიშვნელოვანი. უბრალოდ თავია გავიაზროთ, რომ ვის ვესაუბრებით. ჩვენი მომხმარებელი შეიძლება პირობითად სპის მომხმარებელი ან რესტორანი ზიმი, რომელიც თქვენ ახსენეთ, საოცარი რესტორანი გვაქვს 31 სართულზე, შესაძლოა ამ ორი ობიექტის მომხმარებელი იყოს TikTok-ის მაყურებელი, მაგრამ ის დანარჩენი ბიზნეს სეგმენტი ნაკლებად არის TikTok-ის. ანუ არ იყენებს ბილმორი. ამიტომ ჩვენ დიდ რესურსს
არ ვდებთ იმაში, რაშიც სადაც ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ვესაუბრებთ. თუმცა ისე ზოგადად რას ფიქრობთ? ანუ არა ბილდმორზე რო ვისაუბროთ რა, ანუ მარკეტინგული კუთხით. ეხლა მე ვიცი, ბევრი კომპანია, მათ შორის რითეილშიც, ანუ ეხლა ბევრი მეგობარი მყავს ამ მიმართულებით და ანუ კომპანიებზე მაქვს საუბარი, რომელსაც ძალიან დიდი სარეკლამო ბიუჯეტები აქვთ რა და აი ესე გაუცებულები მიყვებოდნენ იმას, რომ ანუ ერთი პატარა რაღაცა TikTok-ის ვიდეო, რომელიც იყო გადაღებული მობილური ტელეფონით, ნახევარი სტოკი გაუყიდა რა, კონკრეტულ კომპანიას და ან ერთი ვიდეოთი, რომლის ბიუჯეტი იყო ალბათ 1% თვის სარეკლამო ბიუჯეტის. დიახ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ კარგი ჩვენ შესახებ, თავარია სხვა რას ამბობ შესახებ, ხო? და თან ის ინდუსტრიაში განსაკუთრებით მგონია რა. მე რევიუებს უყურებ მე რომ ამბობთ თქვენ თავზე, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია და მოგისმენთ, მაგრამ რა სიტყვის ჯონი თქვენზე, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს ჩემთვის, იმიტომ რომ ხო, ეს არის შეფასება, ეს არის რაღაც user generated content-ს, რასაც ვეძახით და თან ისევ და ისევ ვიძახი, რომ მანდაც შემოდის კიდე სხვა კომპონენტი, რომ ჩვენ ყველას საუბარს ხო არ უსმენთ, ჩვენ ყავს ჩვენი ავტორიტეტები. სავარაუდოდ ის რომელი ვიდეოს თქვენ თქვით იყო ავტორიტეტული ადამიანის ნათქვამი. აი, ეხლავე გეტყვით, რომ აბსოლუტურად არა. ეს იშვიათი იმ კომპანიის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომლის მიერ ჩაწერილი ვიდეო. ნუ ეს გამონაკლისია. ხდება, ყველაფერი ხდება, ალბათ იმაზეა რა, აუდიტორია აღმოჩნდა მისი იქ. და სწორედ მაღალ სყიდვენ უნარიან აუდიტორიაზე მაქვს საუბარი რა, ეს ზუსტად. ო, არ აქვს, აი. მეც რომ მეგონა რომ ანუ ეს ხალხი ალბათ აქ არ იქნება, არა. იცი რა არის, უფრო მომხმარებლის ტიპზეა ზაობა აუცილებლად იყო. ზაობა იყო და ამ ადამიანმა რაც თავარია თქვა თუ ეს ადამიანი არ იყო გულწრფელი იყო მაგის თქმა მინდა შესაძლოა არ იყო ავტორიტეტი მაგრამ იმდენად გულწრფელად გამოუვიდა რომ ყველამ დაიჯერა მისი ნათქვამი ეს ცალკე აი გუშინ საუბრობდით ზუსტად მაგაზე ბოდიში შეგაწყვეტინეთ ისა ჩემი მეგობარია Cooking Georgia არხი აქვს ყველა პლატფორმაზე YouTube, Facebook-ი, Instagram-ი ძალიან კარგი ვიდეოებია თუ ნახავთ მე ძალიან მოგეწონებათ. მაგრამ აი ისიც იძახდა რომ ჩემი აუდიტორიაო შეიძლება TikTok-ზე არ იყოს და Facebook-ზე იყოსო. Instagram-ზე მიჭირსო და თან სულ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან. რა კი ყველა აპლიკაცია შეიძლება გქონდეს, მაგრამ ერთ-ერთის მომხმარებელი უფრო იყო. მაგალითად ეხა პირადად TikTok საერთოდ არ ვიყენებ. რეგისტრირებული არ ვარ. ნუ მე შეთამამად შემიძლია გამოგიტყდეთ რომ პანდემია TikTok-მა გადამატანინა, მაგრამ მე უბრალოდ ფიზიკურად რო არ მაქვს ამის. არა, მე აშკარად პროფესიულად ამას ძალიან აქტიურად ვადევნებ თვალს, იმიტომ რომ საკმაოდ მზარდი პლატფორმაა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი სოციალური გახდა სარეკლამო კუთხით. ხო. რომელსაც სხვადასხვა ძალიან განსხვავებული ალგორითმი აქვს რა, ანუ აი ამ ასე ვთქვათ ინფორმაციის გავრცელების და ძალიან საინტერესო ალგორითმები. ხო, საინტერესოა ეგეც. ანა, იცი რა მაინტერესებს? თქვენ მარკეტინგულ კამპანიებს როგორ გეგმავთ, რა გარემოებებს ითვალისწინებთ? საქართველოზე უნდა იყოს გათვლილი თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე? ამას რის მიხედვით განსაზღვრავთ და ძალიან საინტერესო იქნება კიდევ რა საშუალებებს იყენებთ ამისთვის? ისეთ რა არის, აი ბილდმორი არის ძალიან ბევრის მომცველი. არ არის ეს მხოლოდ სასტუმრო, სადაც შეიძლება, ну, სასტუმროს ნომრები არ გვაქვს მხოლოდ. როგორც გვაგითხარით, გვაქვს 10 საკონფერენციო დარბაზი, გვაქვს რესტორნები, სპა და შესაბამისად ეს ყველა პროდუქტი არის სხვადასხვა თარგეტზე მორგებული. სხვადასხვა მყიდველი ყავს, ესე ვთქვათ და ცხადია რესტორანს და სპას ლოკალურად თბილისზე. ანუ ქართულზე მუშაობს ძირითადად. დიახ. სასტუმროებიც მეტწილად მაინც მეტი რესურსი მიდის ამ ბიზნეს სექტორზე, კონფერენციებზე და სხვა ტიპის ღონისძიებებზე, მათ შორის ინფორმაციას ამბობთ ახლა. დიახ. ანუ ესე იგი უფრო კორპორატიული სეგმენტი უფრო ჭარბობს თქვენთან, ხო? ვიდრე ესეთი ინდივიდუალური ჯავშნები. ესე ნომრების თვალსაზრისით ეგრე არ არის, რა თქმა უნდა. მე მგონი იმაზე საუბრობთ, ხო, საკონფერენციო საკონფერენციოები ძალსაღად ღონისძიებები. და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი შესაძლებლობებით. სხვადასხვა ღონისძიებაზე სხვათა შორის თქვენთან. ძალიან მიხარია. ჩვენი ერთ-ერთი ის მთავარი ღონისძიება Silk Road Forum-ი სტარტდება ხოლმე ჩვენთან და ანუ საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს. მაგრამ ინდივიდუალური შესაძლებლობებიც გვაქვს. ანუ პატარა საკონფერენციო დარბაზები გვაქვს, რაღაც პრივატული ბიზნეს შეხვედრებისთვის და
ну ნომრები ცალსახად, რა თქმა უნდა, ჩვენი აუდიტორია არის ეს რეგიონი, ჩვენი ესია ის ქვეყნები, რომელსაც ვამბობთ და GCC. ანუ DSS ქვეყნები. შესაბამისად, მათზე ხდება კომუნიკაცია, მონაწილეობთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად უამრავ გამოფენებში, ასევე ჩვენი ბრენდ მილენიუმის წევრები ვართ და ბრენდით ცალკე შეხვედრებს აკეთებს ხოლმე გამოფენებს სხვადასხვა ქვეყნებში და მოკლედ აქტიურად. სხვათა შორის მე უნდა აღვნიშნო, რომ არ ვიცი ან იყო თუ არა ჩართული ბილტმორმა ჩვენ კომპანიას დაუთმო თავის სივრცე ერთ-ერთი ვიდეო რგოლის ჩასაწერად, ერთ-ერთი თუ რამდენიმესი და ჩემი თანამშრომლები აღფრთოვანებულები იყვნენ, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მარკეტინგიც ჩვენ ვართ, ჩვენი თავის. ამ ხსნების მერე მეგონი კიდევ ერთხელ დაგითმობენ. ხო, აი სხვა სივრცეს. ველოდე. არა, ხო, მართლა ობიექტურად ძალიან სასიამოვნო გარემო არის რა. ეგ არ ვიცოდი რომ მან არის გადაღებული, მეც მომეწონა ბექგრაუნდი თქვენი ვიდეოებს. აბა, სანამ იმ სირთულეებზე გადავალთ დაგეგმილზე. სპონტანურ დაგეგმილ სირთულეებზე, მანამდე მაქვს ერთი შეკითხვა. დასაქმებულ პირებზე მინდა გკითხოთ. რა გრაფიკს თავაზობთ? სტუდენტებს ასაქმებთ თუ არა და რამდენად ხელს უწყობთ ადამიანებს, რომელსაც ნახევარ განაკვეთზე შეიძლება უნდოდეს მუშაობა ან რაღაც გარკვეული დროით. ასეთი მოქნილი გრაფიკები გაქვთ თუ არა და ვაკანსიები რამდენად ხშირად გაქვთ? ვაკანსიები ხშირად გვაქვს. დიახ. ბარემსა და თავსებთ ესეც გითხარით, ხო, მე მგონი მნიშვნელოვანი არის. დიახ. რაც შეეხება დასაქმებას, იცით რა არის, მე მაგალითად ეხლა თან ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი სტუდენტებსაც, რომ ეს არის საკმაოდ საინტერესო სფერო. ასევე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესო როგორც დამსაქმებლისთვის, ხო, ეს პროფესიულ კოლეჯებს მინდა რომ შევეხო. რატომ არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს პროფესიულ კოლეჯის სტუდენტები? ხშირად მე სხვა ინტერვიუებში პოდკასტი პირველია სხვათა შორის ეს ფორმატი. მithქვამს, რომ როდესაც სტუდენტს უკვე არჩეული აქვს ეს სფერო, გააზრებული აქვს, რომ და შესაბამისად ესეთი კადრი ჩვენთვის არის უფრო გრძელვადიანი. როდესაც ვთქვათ იურიდიულ დამთავრებული სტუდენტი მოდის, ჩვენ ვიაზრებთ, რომ ეს მისთვის დროებითი სამსახურია და აუცილებლად როგორც კი რამე მისი პროფესიის გამოჩნდება რაც არ უნდა დაბალი საფეხურის იქნება, ის აუცილებლად კადრების გადინება მოგეხსენებათ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ პრიორიტეტი აუცილებლად იქნება ამ პროფესიული კოლეჯში დამთავრებული. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობთ სკილები, როგორ არის ქართულად დამავიწყო. უნარები, ოღონდ არადასწავლილი უნარები, არამედ აი კომუნიკაბელურობა, რაღაც საქმისადმი დამოკიდებულება, ესენი მაინც პრიორიტეტია უშუალოდ გასაუბრების პროცესში და სურვილი რაც ვთავაზობ. ალბათ დამოკიდებულია იმაზე, რა მომსახურებ თქვენი მოლოდინები კი არა და სტრატეგია რა ტიპის მომსახურება უნდა შესთავაზოთ მომხმარებელს, ხო? მაგაზე იქნება დიდად დამოკიდებული. ვინმესთან მუშაობთ ახლა თანამშრომლობთ, აი რომელიმე პროფესიულ სასწავლებელთან, ხო? და აი რა მიმართულების პერსონალი. პრაქტიკებს გადიან ჩვენთან, სხვა დეპარტამენტში კი, ძირითადად რა თქმა უნდა, housekeeping-ი, ის კოლეჯები ატარებენ თქვენთან პრაქტიკებს? ან თქვენ ასწავლით იქით? დიახ. და მე რა თქმა უნდა ის მონდომებულ სტუდენტებს ვასაქმებთ. ანა თუ გახსენდება შემთხვევა რომ აი პროფესიული სასწავლებლებისთვის თქვენ შეგეკვეთოთ რაიმე ტიპის კურსი რომ გადაგემზადებინათ თანამშრომლები? იცით პროფესიული კოლეჯებისთვის არა. მაგრამ რა თქმა უნდა მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ტიპის გადამზადება, როგორც იგივე უსაფრთხოების ეს ტრეინინგები გვაქვს მუდმივად სერვისის გამგებლობის ინტანის მიმართულებით. იცით რა ეს როგორც უკვე გითხარით შიდა სტანდარტები გვაქვს, ისეთი SOP-ები გვაქვს დეტალურად გაწერილი, რომ მე ვერ ვიხსენებ გარე რესურსისთვის ეს შეგვეკვეთოს ეს თვითონ ჩვენთან. ოღონდ თქვენ იმიტომ იზრუნეთ ამაზე რომ გჭირდებოდა. იმიტომ რომ გარეთ ვერ ნახეთ ეს რესურსი, მე ესე ვფიქრობ რა. ვიცი რა სტანდარტები შიგნით მე მგონი მოქმედებ რომ SOP როგორი შიფრება არ მახსოვს. ხო, რაღაც ხო, საოპერაციო სტანდარტები ძალიან მნიშვნელოვანი არის რა, უბრალოდ ორგანიზაცია დიდია და ამაზე ნაფიქრი აქვს. მეგობრებო, ხო, ბოლოსკენ ხო ჩაფიქრებული გვაქვს ესეთი ბლიცი. ხო, ეს სიურპრიზი იყო, არ გვითქვამს, ხო? ბლიცია, რომელზეც შეგვიძლია ძალიან მოკლე პასუხები გავცეთ რა, ანუ ეს ბლიცი არის მართული მოკლედ თქვენკენ.
ყველაზე რთული სტუმარი სასტუმროში, ინფლუენსერი, VIP თუ corporate კლიენტი? ადამიანი თვითონ. ყველაზე რთული რომელია აქედან, ანუ ინფლუენსერი უფრო რთულია, როგორც მე მგონი არა, მართლა შიერი სულიად სტუმარი. ადამიანურ ფაქტორზე უფრო არის, იმიტომ რომ ნებისმიერი მათგანი ანუ ამით შეიძლება არ იყოს უბრალოდ ხო, ცუდ ხასიათზენილი. ცუდ ხასიათზე მშიერი ძალიან. კი ბატონო. ანა, ერთი რამ, რასაც სტუმრები საერთოდ ვერ ამჩნევენ ხოლმე სასტუმროში. ის რაც ხდება ბექში. ხო, იქ ანუ ყველაზე მაქსიმუმ ფუსფუსი უნდა შეამჩნიოს. და რაც უფრო მაღალი სტანდარტების არის სასტუმრო, მით უფრო უნდა იყოს სიმშვიდე და ვერც უნდა ხედავდეს რა ხდება. ამ დროს იქ დუხს და გადადუხს ამბები. AI ადმინისტრატორი, რეალობაა თუ გადაჭარბებული მოლოდინები? აუცილებლად მად მივდივართ, ჩვენ მოგწონს ეს არ მოგწონს, ეს ჩვენი ხვალინდელი დღე არის. უბრალოდ ხა 5-10 წელიწადში ესე მთლიანად ჩანაცვლების არ მჯერა, იმიტომ რომ იგივე პანდემიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ეს კონტაქტი. აი, თუმცა საქართველოში და თბილისში არის სასტუმრო, რომელიც არ დავასახელებ ბუნებრივია, მაგრამ რომელიც ეხლა რომელიმე ხო, აი. ჩეკინერს აკეთებს, ანუ რესეფშენის გარეშე მუშაობს საერთოდ და ანუ რამდენად კომფორტულია არ ვიცი, მაგრამ ანუ სტუმარს შეუძლია თავისი გაიაროს ჩეკინი, თავისი გაიაროს ჩეკაუტი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ მეტწილად მაინც სჭირდებათ ხოლმე კომუნიკაცია. ამ ეტაპზე ესეთი რეალობაა და მომავალში შეიძლება შეიცვალოს. მეცაც გეტყვით, ახლა მე შიდა სამზარეულოდან რომ ვაკვირდები, როდესაც შემოდის უარყოფითი კომენტარი, გაბრაზებული სტუმარი. რამე რო არ მოეწონება, იცით როდის უფრო ბრაზდება, აი ადამიანს თუ ვერ ხედავს ხო? ადამიანს თუ ეკონტაქტა და იმან ვერ მოიქცა ის როგორც მაშინ უფრო ბრაზ. ხო, აი ეს არის უკვე ხო, AI-ს რას უზრავს? აი ვერ გააბრაზებ. ვერ გაბრაზდება. ბევრი შეკითხვა დავუსვა მაგას. მე მაქვს კიდე ერთი ბლიც შეკითხვა ჩავამატე. რა თქმა უნდა. სულ მიჩნდება ხოლმე მქონდა ესეთი შეკითხვა, რა ამ სფეროში არ ყოფილა. სერვისი ხანდახან მეჩვენება ხოლმე გადაჭარბებულად, როდესაც რესტორანში ვართ და მუდმივად ეს რა ქვია თანამშრომელი აკვირდება სიტუაციას რა გადაიცლება შეავსებს ხო და ეს კარგი სერვისია თუ აი წეგან თქვით რომ არ უნდა ჩანდეს პერსონალი არ ნუ წაიღებ და დატოვებ პერსონალი არ უნდა ჩანდეს მაგრამ მუდმივად უნდა გაკვირდებოდეს არა, ბექში არ უნდა ბექში არ უნდა ჩანდეს აქ უნდა ჩანდეს ეს კარგი სტანდარტი არის აი კი უბრალოდ რომ ვფიქრობ რომ ყოველთვის მე შემაწუხებელი არ უნდა იყოს უბრალოდ რა თქმა უნდა შემაწუხებელი არ უნდა იყოს არც ერთ ვარიანტში, მაგრამ რაღაცა სტანდარტიზირებული უნდა იყოს. ეხლა ვიღაც როგორ ვთქვათ, ინტროვერტისთვის შეიძლება მეტია და ექსტროვერტისთვის უნდა რომ ჩამოუჯდეს და დაელაპარაკოს და ძნელია შუალედის დაცვა, მაგრამ ისევ და ისევ ეს სტანდარტი როგორი არის ამაზე რა? სტანდარტი ხო უნდა იყოს აუცილებლად ხელმისაწვდომი. უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სულ უნდა ხედავდე ნებისმიერ წუთში. ეს გავიხედე, გამოვიხედე, არავინ არ არის და ძალიან ცუდი ამბავი. ოკეი. სტუმარი ყოველთვის მართალია. მითია თუ რეალობა? დღესდღეობით უკვე მითია. იცით რატო? იმიტომ რომ ის შეიცვალა, რომ ჩვენს თანამშრომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მათ უკვე ვზრუნავთ მათზე და შესაბამისად, როგორც კი მომხმარებელი უკვე ყველანაირ ეთიკურ ნორმებს აჭარბებს, მაშინ აუცილებლად ჩვენი თანამშრომელი ხდება ის, მაგრამ ისევ და ისევ იცი ეთიკურ ნორმებს აჭარბებს. შეიძლება უცებ სწრაფად რთული ამის იდენტიფიცირება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის მართალი არ არის. ერთი ვიდეო გამახსენდა, გუში ვნახე, ზუსტად ამ თემაზე. სხვა ვორდინგით იყო, მაგრამ ისიც ახლა რომ ესეთი იყო, ის იყო რა ქვია, headline-ი, რომ ყველაზე ცუდი მენეჯერი არის ის, ვინც იძახის, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია. იმიტომ რომ მე ალბათ თანამშრომელზე ვეღარ ზრუნავ. ვეთანხმები ამ შემთხვევაში ამ აზრს. 5 ვარსკვლავიანი სერვისი თუ 5 ვარსკვლავიანი რეპუტაცია? დაგეხმარები ერთმანეთის გარეშე ეგ ვარსკვლავები ვერ გექნება. მე მგონია რომ ზოგს აქვს ეს 5 ვარსკვლავი. რეპუტაციის გარეშე? კი. ანუ იმ საფუძველს არა, ბუნებრივია. 21 საუკუნეში ვერ წარმომიდგენია. რეპუტაცია გქონდეს ისე რომ არ იყო ის რაც ხარ, ანუ ჩვენ ხო ვისაუბრეთ რომ ერთი ვიდეოც კი ანუ ათანაბრებთ ამ. აუცილებლად. ვეღარაფერს ვეღარ მოიტყუებია, ეს იყო ადრე რაღაცებს
დამალავდი, მიჩქმალავდი, ხო, აი. მაშინ დავასრულოთ იმით, რომ ერთი სიტყვით დავახასიათოთ 2026 წლის hospitality ინდუსტრია. ძალიან турბულენტური და მაგრამ ჯერ კიდევ მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი. ეხლა მაგალითად ჩინეთის ახალ ბაზარს მიმართულება ვმუშაობთ და ვსწავლობთ. აი როგორც ქალ ბიზნესმენებზე ვისაუბრა, ეხლა მათზე პულსი გვიჭირავს, სწავლობთ რა მოწონთ, როგორი არიან, რას ფიქრობენ და ვინც უფრო კარგად შეისწავლის და მოემზადება და მზად დახვდება, ის მოიგებს კონკურენციას. ანა, როგორ მოგეწონა ეს ფორმატი პოდკასტის? ძალიან საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო იყო. ძალიან უშუალო. კიდევ გელოდებით? აი, ეს გვერდზე. აუცილებლად სეზონი მოდის და ჩვენ ტურიზმზე ხშირად უნდა ვისაუბროთ ზოგადად და ამ სასტუმროს ბიზნესზე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ეკონომიკის დრაივია დღეს. მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. ჯონი, ძალიან დიდი მადლობა ტრადიციულად, ძალიან დიდი მადლობა ანას. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს და სხვათა შორის მოგმართავთ, არ მოგმართავთ ხოლმე მსგავსი თხოვნით, მაგრამ მოგმართავთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ Business Space-ის გვერდი. სადაც ასე ვთქვათ, აი rilsებად ეშვება ხოლმე ჩვენი ეპიზოდების სერგო ჩვენ. აუცილებლად DPT Consulting-ის გვერდი, სხვათა შორის იქაც ეშვება ხოლმე ძალიან საინტერესო ესეთი ჭრები, ასე ვთქვათ, ჩვენი ინტერვიუებიდან და მოკლედ ანუ მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა კომენტარებისთვის, ყველაფერს ასე ვთქვათ ვითვალისწინებთ, მოგმართავენ ძალიან ხშირად პირადშიც და მოკლედ ანუ мотиваცია გვაქვს რომ გავაგრძელოთ საინტერესო თემებით ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ კიდევ ერთხელ და დაგემშვიდობებით მომდევნო ეპიზოდამდე. მადლობა. ნახვამდის.